მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკო კავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ ქალწულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების ცხრიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდს საკმაოდ გადაღლილები ხვდებით და გაქვთ განცდა, რომ ენერგია არ გეყოფათ თავი გაართვათ მიმდინარე საქმეებს და გაუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს, დეკემბრის განმავლობაში თქვენ გამოავლენთ განსაკუთრებულ გამძლეობას, შეძლებთ ძალების მოკრებას და პირნათლად შეასრულებთ თქვენზე დაკისრებულ თუ საკუთარი ნებით აღებულ პასუხისმგებლობებს. ამასთანავე იქნებით გაბედულები, შეძლებთ გამოავლინოთ სიმტკიცე და გარკვეული გაგებით სიჯიუტეც კი, რომ არ გადაუხვიოთ დასახულ გეგმას და კეთილსინდისიერად გაართვათ თავი თქვენს ამოცანებს. თქვენ გაქვთ შინაგანი ძალა და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც, რომ დაიცვათ საკუთარი შეხედულებები, საკუთარი ღირებულებები, რწამსი და მსოფლმხედველობა. და ამ არკანის ენერგია გულისხმობს, რომ თქვენ ახლოს ხართ წარმატებასთან, თქვენი ახლო მომავლისთვის გათვლილი მიზნების მიღწევასთან, მთავარია არ აყვეთ ემოციებს და არ დანებდეთ ამ საკმაოდ რთულ შინაგან მდგომარეობას. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების დედოფალი. ამ პერიოდში შორს იქნებით რომანტიკული განწყობილების და ემოციებისგან, თუმცა გექნებათ მომეტებული კომუნიკაციის და ბევრი საუბრის სურვილი პარტნიორთან. მოგინდებათ სხვადასხვა საკითხების ერთობლივად განხილვა, მოგინდებათ მკაფიოდ დაინახოთ თქვენი ურთიერთობის მომავალი, წინასწარ განჭვრიტოთ და დაგეკმოთ თქვენი სამომავლო მიზნები, მოიფიქროთ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები, ამასთან იქნებით გულწრფელი, რეალისტი, სამართლიანი და პრინციპული. გირჩევთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ გადაჭარბებული სიხისტისა და სიჯიუტის გამოვლენისგან, რომ თქვენ დაუნებურად არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების დედოფალი. ამ პერიოდში პირად ურთიერთობაში იქნებით მშვიდი და გაწონასწორებული. თქვენი გაზრდილი ინტუიცია გიბიძგებთ იმოქმედოთ სწორად, გადადგათ სწორი ნაბიჯები და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. გამოავლენთ თქვენს მზრუნველ ხასიათს, სათნოებას, ლოიალურობას, მხარს დაუჭერთ პარტნიორს ბევრ საკითხში და სასარგებლო რჩევებსაც მისცემთ საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მონეტების რვიანი. ფიქრობ, დეკემბერი თქვენთვის საკმაოდ აქტიური პერიოდი იქნება პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. დიდი შანსი გაქვთ გაიცნოთ თქვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანი, მისაღები და მოსაწონი. დიდი ალბათობით აქტიურ მოქმედებაზეც გადახვალთ მისი გულის მოსაგებად და საკმაოდ წარმატებებსაც მიაღწევთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო. თასების მეფე. ამ პერიოდში შეძლებთ პოზიტიურად მართოთ საკუთარი ემოციური სფერო და მიუხედავად იმისა, რა სირთულეებსაც არ უნდა წააწყდეთ სამსახურში ან ზოგადად საქმესთან, თვითრეალიზებასთან დაკავშირებით, შეძლებთ დიპლომატიურად და საკმაოდ მოხერხებულად გაართვათ თავი ნებისმიერ გამოწვევას თუ დაბრკოლებას. ამასთანავე ამ პერიოდში გაზრდილი იქნება თქვენი ინტუიცია, შემოქმედებითი მიდგომები და ხედვები და შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად და სასარგებლოდ როგორც პირადად თქვენთვის, ასევე ზოგადად საერთო საქმისთვისაც. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის.
მონეტების დედოფალი. ამ პერიოდში თქვენ გექნებათ ყველანაირი რესურსი, რომ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესო მხრიდან. თქვენ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამისთვის, საქმის ორგანიზების და მართვის კარგი უნარები. ამ პერიოდში ისარგებლებთ კარგი რეპუტაციით, როგორც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, გექნებათ მხარდაჭერა კოლეგების და თანამშრომლების მხრიდან, კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ პატივისცემას, აღიარებას და დაფასებას, იქნებით მიზანდასახული და გეგმაზომიერად მიყვებით კარიერულ კიბეს, რომელზეც ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია მინიმუმ კიდევ ერთი საფეხურით ამაყლდეთ. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მერვე მაღალი არკანი ძალა. დეკემბერში თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები და რესურსები და მოგეცემათ ენერგია იმისთვის, რომ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე. დაისახავთ თქვენი კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებს, იგრძნობთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები და დაიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას. გეტყვით, რომ ამ პერიოდში სამყარო თქვენს მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. მთავარია თქვენ თვითონ გამოავლინოთ ინიციატივა და აქტიურად იზრუნოთ დასაქმებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი. დიდი, შეიძლება ითქვას, რომ გრანდიოზული ამოცანების დაძლევა და მასშტაბურ შედეგებზე გასვლა გაქვთ მიზნად დასახული. დეკემბრის განმავლობაში ბევრს იფიქრებთ თქვენი მიზნების განხორციელების გზებზე და ბევრ სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებთ ამ პერიოდში. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ აუცილებლად მიაღწევთ თქვენს მიზნებს. ამ პერიოდს საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად გაივლით, გაიზრდება თქვენი ინტუიცია, იქნებით შემოქმედებით ტალღაზე და ბევრი საინტერესო და პერსპექტიული აზრი და იდეაც მოგივათ გონებაში. შესაძლებელია გაიჩინოთ ახალი პარტნიორები, გააფორმოთ ახალი სარფიანი ხელშეკრულებები და მოახდინოთ საკუთარი საქმის მასშტაბირება. გირჩევთ მეტი ყურადღება დაუთმოთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მათ დანერგვას საკუთარ საქმიანობაში, ასევე იფიქრეთ დისტანციური არხების განვითარებაზე, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამოყენებაზე, საკუთარი საქმიანობის რეკლამირებაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზეც, თუნდაც სამომავლოდ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, კვერთხების 4-იანი, დეკემბერი მატერიალური თვალსაზრისით სტაბილურობას გპირდებათ, გექნებათ შესაძლებლობა თამამად გაწიოთ საჭირო ხარჯებიც, მათ შორის შესაძლებელია ასეთი ხარჯი ეხებოდეს ოჯახის წევრების დაბადების დღეებს, ქორწილს, სხვადასხვა ცერემონიებს. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ საჭირო ფინანსების მობილიზებას. ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება ახალი ფინანსური ვალდებულებების ასაღებად და სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებისთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების 7-იანი. გამოავლინეთ გონიერება, სისხარტე, ლავირების უნარი. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ხერხის ჯობი აღონეს. არ აღიქვათ ყველაფერი ზედმეტად სერიოზულად, მიეცით თავისუფლება ყველაფერზე არ ირეაგიროთ და ზოგიერთი პრობლემის მოგვარება გადაავადეთ ან მიანდეთ დროს. ასევე ნუ იქნებით ზედმეტად მიმდობები და თუ ამ პერიოდში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, მრავალჯერ გადაამოწმეთ ყველაფერი, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ქალწულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотиваციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.